მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 160 ნომრიდან. ნათქუთხა სამკუთხედის AB კათეტი ისე შეეფარდება AC კათეტს, როგორც 4-3-ს. მოდი დავხატოთ ნათქუთხა სამკუთხედი. ეს 160 ნომერი რომაა, დავაფიქსიროთ. AB კათეტი ისე შეეფარდება AC-ს. ნუ AB არის მართი კუთხის წვერო, AB კათეტი უფრო დიდი ჩანს, ვიდრე AC, შესაბამისად ეს 4x, ეს 3x იქნება, ხო? ნუ პრინციპში რადგანაც კათეტები 4 და 3 ნაწილია, ცხადია, ჰიპოტენუზა 5 იქნება და მოდი შემოვიტან ახლა 5x დავაწერ ამას. სამკუთხედის შიგნით კაწერტილი ისე აღებული, რომ S-ი AKC უდრის S-ი BKC-ს, თუ შიგნითაა სადღაც აღებული კაწერტილი, ხო? მოდი ავიღოთ ასე. და სამკუთხედი S-ი AKC სამკუთხედი უნდა განვიხილოთ რა. AKC, ანუ A უნდა შევაერთო K-სთან და C-ც უნდა შევაერთოთ K-სთან და მეორე სამკუთხედი არის BKC. B-საც ვაერთებთ K-სთან. მოდი ხوار გავაფერადო, როგორ სამკუთხედებზეა საუბარი. ჯერ დავწეროთ S-ი AKC-ს უდრის S-ი BKC-ს. AKC BKC-ს ფართობები ტოლია. კარგი, იყოს ტოლი, მოდი ცოტა შევაფერადებ რა. რა არის ტოლი? ეს რომ ამის ტოლია. ასე. იპოვეთ მანძილი კაწერტილიდან C წერტილამდე. კაწერტილიდან C წერტილამდე მანძილს თუ ითხოვს, ესე იგი KC მონაკვეთს ითხოვს, ხო? თუ მანძილი კაწერტილიდან AC კათეტამდე არის 10-ის ტოლი. კაწერტილიდან AC კათეტამდე. კაი, მანძილი, ხო? მოდი დავუშვათ, ესე იგი მართობი ეს ვიცით. აი ეს ვიცით. მოდი დავაწეროთ ამას რაიმე E. ნუ ეს არის 10-ის ტოლი. კაცი უნდა ვიპოვოთ. კარგი. მოდი ასე ვქნათ. ამას ხო დავაწერეთ და ეს რო არის 3x-ი არ დაგვაუწყდეს. რა მოგდის ახლა თავში? ახლა დიდად ვერ ხვდებით რა არის გასაკეთებელი, უბრალოდ აი რა გაპორნინებს და ამ KS. ვერ დაინახეთ ახლა ეს სტრატეგია, მაშინ რასაც ხედავთ ის ჩავწეროთ, აი რისი პოვნა შეგვიძლია. ახლა როგორი მომენტია, რადგანაც ეს ორი ფართობი ერთმანეთის ტოლია და ერთის სიმაღლე ვიცი, თუ მეორე სიმაღლეს ვერ დავთვლი. აი რომ ავდგეთ ახლა ჩვენ და S-ი AKC-ს რომ დავწეროთ რა იქნებოდა? AKC-ს ეს იქნებოდა 1/2 AC მონაკვეთის სიგრძე, არის 3x-ი გამრავლებული სიმაღლეზე, ხო 10-ზე. და S-ი BKC-ს რა არის? BKC-ს ეს არის, მოდი ახაც დავუშვათ სიმაღლე. მოდი დავაწეროთ F-ი. 1/2 გამრავლებული 5x-ზე და გამრავლებული BF-ზე. ხო? BKC. ათეთი, ABKC, ხო. და გავუტოვოთ ახლა ესენი ერთმანეთს. ესენი ერთმანეთის ტოლია, ანუ 1/2 გამრავლებული 3x-ზე
გამრავლებული 10-ზე უდრის 1/2 გამრავლებული 5x-ზე გამრავლებული bf-ზე. კარგი ბატონო ჩემო. რას უდრის ახლა ეს? ეს უდრის ბოდიში bf-ი რატო დავწერე? ჩვენ გვინდა ესე იგი 5x-ზე უნდა გავავრო. 5x-ი კი არა. ბოდიში. f-ზე უნდა გავავრავო, ხო? f-ი არის სიმაღლე. მოდი 1/2-ები შევკვეცოთ. ნახეთ 10 და 5 იკვეცება, აქ 1-ია, აქ 2-ია და x-იც იკვეცება. ესე იგი აქ 3-ჯერ 2 დაგვრჩა. ანუ kf-ი გამოდის 3-ჯერ 2. ესე იგი 6 რა. 6 გამოგვივიდა ეს kf-ი. ეგ არის 6. მოდი ახლა რა ვქნათ? არაფერი შეგვიძლია გამოვხატოთ ახლა ეს ფორმულა რა გამოვიდა ესი აკაცესი ნუ გამოვიდა თუ ჩავსვამდით x-ის kf-ის მაგივრად ანუ უბრალოდ აქედანაც გამოდის ხო 1/2-ჯერ 3-ჯერ 10 ანუ 15x-ი ნუ რა თქმა უნდა აქაც ესი აკაცესი გამოდის 15x-ი და ეგ ვიპოვე რაში გვეხმარება ეს ბევრ არაფერში ახლა მე ვხვდები რაში შეიძლება დაგვეხმაროს. კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მოდი ვიპოვოთ ერთი აქ დაშვებული სიმაღლეც. როგორ შეგვიძლია ეს ვიპოვოთ? მთელი სამკუთხედის ფართობს გამოვაკლოთ, ორი ამ სამკუთხედის ფართობი. არ ვიცი ეგ რამდენად დაგვეხმარება ახლა, მაგრამ დავაწეროთ ამას m. და ჩავწეროთ ასეთი რაღაცა. ესი აკბ-ი რას უდრის? აკბ-ი. კიდე ერთხელ გეუბნებით, ახლა ბრმად მუშაობთ. ვერ ხედავ სტრატეგიას რა უნდა გავაკეთო, თან ფიქრობ, თან წერ და ანუ რისი დათვლა გამოსახვა შემიძლია, ხოლმე ახლა kf-ი ზუსტად დავთვალე 6-ია, მაგრამ ფართობი გამოსახე, ხო? x-ის საშუალებით და ახლა ერთი ამ სამკუთხედის ფართობი დავჩა გამოსასახი და მოდი გამოსახავ მასაც. რას უდრის აკბ-ი? ეს უდრის 1/2 4x-ი გამრავლებული mk-ზე. მაგრამ მეორეს მხრივ რას უდრის? ეს უდრის ესი ABC-ს გამოკლებული ესი, რაც თავიდან ქონდა აკაცესი და ესი ბკაცესი, ხო? აი აქ ვართ ახლა. ეგ რა გამოვიდა? ეს იკვეცება და 2x-ი გამრავლებული mk-ზე. ასეთი რაღაცაა, ხო? და აქეთ ესი ABC-ი რა არის? 1/2-4x-ი 3x-ი, ნუ კათეტების ნამრავლი. და აქეთ ესეც ხო 15x-ია და ესეც ხო 15x-ია იდეაში და შეგვიძლია ჩავწეროთ 30x-ი აკლდება ამას. აი აქ არის რა გვაქვს 2. ესე იგი 2x ჯერ mk უდრის ეს არის 6x კვადრატს მინუს 30x-ი. ნუ x-ი თავისთავად ახლა მონაკვეთის სიგრძეა და ვერაფრით ვერ იქნებოდა უარყოფითი, ამიტომ შევკვეცოთ 2x-ზე, ანუ mk იქნებოდა ესეც 2x-ზე რომ შეკვეცო, ნუ 3x-ი დარჩება და ეგეც რომ შეკვეცო 2x-ზე 3x-ი აქ 15 დარჩებოდა, ხო? ანუ mk გამოვიდა 3x მინუს 15. მაგრამ ეს პატარა მართკუთხედი არ გამოდის თან ცხადია ეგეც 3x მინუს 15-ია და ვახ შეხედეთ ხო რა გამოდის. და ეს თუ 3x მინუს 15-ია, ეცე რა იქნებოდა? ეცე არ იქნებოდა მთელ მონაკვეთს 3x გამოკლებული 3x მინუს 15. შესაბამისად ესენი გაბათილდებოდა და მივიღებდით რომ 15-ია. ანუ ეცე არის 15. და მე სამკუთხედი KEC-დან, ხო, KEC-დან პითაგორას თეორემას დაწერდით. კაც კვადრატი უდრის 10-ის კვადრატს დამატებული 15-ის კვადრატი.
ნუ ამათი ჯამი ესა 100, 225, 325, კაცი კვადრატი არის 325 და ნუ კაცი იქნებოდა ფესვი 325-დან, ანუ 3 ჯერ 25-დან, ანუ 5 ფესვი 13 გამოდიოდა. აი შუათემატი გამოდგა რა. აი, ხო, შევამოწმოთ ახლა ეს 60-60 და რამდენად სწორად დავძლიეთ. კი ბატონო, 5 ფესვი 13-ია. ნუ ახლა ეგეც როგორი ამოცანა, ოღონ გადარჩენილიყავით და მიყვებოდით რა. აქ კონკრეტული გეგმა აი, მოდი ეს ცოდნა გამოვიყენოთ, ის ცოდნა არ ქონდა. 171 ნომერი ვნახოთ. ავეც ეს სამკუთხედში BC გვერდზე მდებარე წერტილზე გავლებულია AB და AC გვერდების პარალელური წრფეები. აი, მოდი ავიღოთ აბა ABC სამკუთხედი. დავწეროთ ასე A, B, C. ეგერ იყოს M წერტილი. ნუ, M წერტილზე გავლებულია AB გვერდის პარალელური წრფე. დაახლოებით ასე, ხო? და AC გვერდის პარალელური წრფე. ასე. დავწეროთ ახლა ასოები, ხო? ეცეთს გავლებული AB და AC-ის პროცესები, რა თვითონ დავწერე, მოდი მე დავწერე, აი მე და MF. ნუ ახლა რადგან პარალელებია, ცხადია, მსგავსი სამკუთხედი S ამის ტოლი იქნებოდა, S-იც S ამის ტოლი იქნებოდა, ნუ ეგ ბუნებრივია ძალიან. გვერდების პროცესები, მიღებული პარალელოგრამის ფართობი, თავადვე აღიარებს, ხო? ნუ ამ პარალელოგრამის, ზოის პარალელოგრამი, ანუ პრინციპში როგორ არა, პარალელური წრფეები ქონდა გავლებული და პარალელოგრამის ფართობი, სამკუთხედის ფართობის 5/18-ია. ანუ S-ი A, F, M, S-ი არის მთელი სამკუთხედის ფართობის 5/18. იპოვეთ შეფარდება, რომლითაც M წერტილი ყოფს BC გვერდს. აი, მოდი ამას M-ი დავარქვათ, ამას N. და ჩვენ გვეკითხებიან, როგორ შეიფარდება M-ი N-ს. ნუ რა თქმა უნდა, მსგავსების იდეა არის აქ, თავიდან ბოლომდე. ახლა მოდი არ დავიწყოთ დიდხანს ფიქრის სტრატეგიული დაგეგმა, ახლა ეს როგორ შეიძლება ეს 5/18 გამოიყენო და რას ვიზავთ, იცით? მოდი დიდი სამკუთხედის რა ნაწილია ამ სამკუთხედის ფართობი გავიგოთ. ეს სამკუთხედის, ქვედა სამკუთხედის ფართობის, დიდი სამკუთხედის ფართობის რა ნაწილია გავიგოთ და მე ეს ხო ვიცი რომ 5/18-ია. ანუ გამოდის რომ ამათი ჯამი იქნებოდა დანარჩენი, ასე ვთქვათ, 13/18. ანუ ცხადია ესე იგი სამკუთხედი FBM-ი მსგავსია სამკუთხედი, დიდი სამკუთხედი ABC-ი და აქედან გამომდინარეობს რომ ფართობები, ანუ ეს FBM-ის შევაფარდო S-ი ABC-სთან, ეს იქნება მსგავსების კოეფიციენტის კვადრატი და მსგავსების კოეფიციენტი არ გამოდის გვერდი შეფარდებული მთლიან გვერდთან, ანუ პატარა სამკუთხედის გვერდი მთლიანი სამკუთხედის გვერდთან M + N-თან. აჰა, ასეთი რაღაცა. ნუ კვადრატში ავა, იმიტომ რომ ფართობების შეფარდება მსგავსების კოეფიციენტის კვადრატია. ანალოგიურად სამკუთხედი EMC მსგავსია სამკუთხედი ABC-ი და აქაც რომ ავდგეთ დავიღოთ S-ი EMC-ი და შევაფარდოთ S-ი ABC-სთან, ეს იქნება N-ი, ეს გვერდი შეფარდებული მთლიან გვერდთან, ხო? M + N-თან. ასეთი ამბავი. და წარმოიდგინეთ ახლა ფაქტობრივად ხო გავიგე რა ნაწილებია ეს და ეს 5/18-იც რომ დავუმატო, იქნება 1 არ იქნება? ანუ ეს არის მთელი სამკუთხედის M-ი შეფარდებული M + N-თან კვადრატი ნაწილი, ესა N-ი შეფარდებული M + N-თან
ასე შეფარდებს კვადრატი და პარალელოგრამის ფართობი იყო მთელი ფიგურის 5/18. ნუ ერთი სტოლი იქნებოდა, ხო? კაი, მოდი ახლა ამათ საერთო მნიშვნელები აქვთ. აქ ხო იქნებოდა m კვადრატი შეფარდებული m პლუს n-ის კვადრატთან, აქაც ანუ ნიშნულში იქნება m პლუს n-ის კვადრატი, მრიცხველში იქნება m კვადრატ პლუს n კვადრატი და ეს არის 13/18. ახლა რა გზაა სხვა და მოდი გადავამრავლოთ ერთმანეთზე. აქ გვექნებოდა 18m კვადრატს პლუს 18n კვადრატი უდრის ანუ m პლუს n იქნებოდა 13 ჯერ m პლუს n-ის კვადრატი ხო m კვადრატს პლუს m პლუს n პლუს n კვადრატი ანუ აა, გაურკეცებულზე გამრავლდებოდა ანუ 26 m-ნი და დამატებული 13n კვადრატი. ახლა აქ ერთგვაროვანი განტოლების ის უნი მოდის. ესე იგი გადავიტანოთ ახლა მარცხენა მხარეს ყველაფერი, აქ იქნებოდა 5m კვადრატს მინუს 26m-ნი პლუს 5n კვადრატი. ნუ, მოდი განვიხილოთ შემთხვევა, ანუ n კვადრატზე გავყოთ ყველაფერი, რადგანაც n გვერდია უარყოფითი ვერ იქნებოდა, ნული ვერ იქნებოდა, ამიტომ ასე გაყოფა შემიძლია. აქ იქნება 5 ჯერ m შეფარდებული n-ის კვადრატი მინუს 26 m შეფარდებული n-თან პლუს 5. ну, თუმცა და მაინც ახლა m შეფარდებული n-ს აღნიშნავთ t-ი, ასე აღნიშვნა შემოვიდათ, დავწერთ მის მიმართ ერთგვაროვან კვადრატულ განტოლებას. ну, ამოვხსნით და გამოდის, რომ ერთი იქნება, ანუ დამხმარე განტოლება შევადგენთ, მისი ფესვები იქნებოდა 1/25, ანუ 1/5 და ტეორი იქნება 5. ანუ რა გამოდის? m-ის შეფარდებული n-თან არის 1/5 და მეორე მხრივ m-ის შეფარდებული n-თან არის 5 სტოლი. 1/5 და 5 იქნებოდა ოქროები. პასუხი ზუსტად მაგას აქვს თქონდე? შეფარდება არის იტოლია რემი როგორ შეფარდება n-ს. ასეთი ამბავი იყო. კარგი, 62. ოკეი. მოდი, კარგი ნახაზი არის პრინციპში, მაგრამ მოდი მაინც გადავხაზოთ ახლა, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს რომ ბევრი წერა მოგვიწევს და ასე რაღაცნაირად იყო ბლაკკუთხა საკუთხედი მოცემული. ვიზუალი ასეთი აქვს და არავინ გვეუბნება ახლა რომ ბლაკკუთხაა, შეიძლება მახვილკუთხა. აქ არის A, B, C და ვიცით რომ A, B1 ისე შეეფარდება B1 C-ს, როგორც ერთი სავს. ანუ მოდი გავავლოთ აქ ჩვენ B1 მონაკვეთი და დაახლოებით ასე იქნებოდა ცოტა მაღლა, ხო? და გამოგვივიდა ჩვენ რომ AB1 x-ი დავნიშნოთ, B1C ანუ C1 არის 3x, ხო? მე ახლა ვიცით ასევე რომ CA1 ისე შეეფარდება A1B-ს, როგორც 2 3-ს. მოდი გავავლოთ ესეც. დაახლოებით ასეთი სიტუაცია არის A1 და აქ არის CA1, ანუ აი ეს იქნებოდა თქვათ 2y და A1B იქნებოდა 3y. კარგი ბატონო, კვეთის წერტილი არის K. და გვეკითხებიან ფართობი აი ამ ოთხკუთხედის A1, K, B1, C. აი ამის ფართობს გეკითხებიან. მოდი
დავშტრიხოთ. აჩა, ასე გეკითხებიან, ხო? გთხოვენ ამის ფართობს. როგორ მოვიქცეთ? როგორ გავაკეთოთ? ნუ აქ არის ორი ძირითადი მიდგომა, მეგობრებო. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვიყენებ, ნუ ერთი არის, აი, როდესაც ასე გარედან ნაწილები ვიცით, მენელაის თეორემა უნდა გამოვიყენოთ. ახლა ხო მოდი თავიდან დავიწყოთ, დავგიგმოთ საუბარი. ნუ რა ხდება? ჩვენ რო ვიპოვოთ აი ეს ფართობი ხო? როგორც წესი, ხოლმე საჭიროა ვიპოვოთ აი რა შეფარდებით იყოფა შიგნით მონაკვეთები, რომ აქტიურად გამოვიყენოთ თვისება, რომ სამკუთხედის გვერდი რა შეფარდებითაც იყოფა ემერი, ანალოგიური შეფარდებით იყოფა ფართობებიც რა. ეს ერთი ისე შეფარდება ეს ორს, როგორც m-ი n-ს. და აი როგორ უნდა დავიყვანოთ მაგ კონდიციამდე რა, აი რომ ვიცოდი მაგალითად AK, KB-ს როგორ შეფარდება, შეიძლება უფრო იულად გავიდეთ ფოს გავიგებდით დიდი სამკუთხედი, როგორ შეფარდება აგერ პატარას და ასე შემდეგ. ანუ ჯერ თავიდან რა თქმა უნდა რას ვიზამთით ახლა ხო არ დაგვაწყდეს ჩვენ რომ დიდი სამკუთხედის ფართობი ვიცით ხო ერთიანად. შეხედეთ ოქროები აი რომ წარმოიდგინოთ ახლა მარტო ეს ხაზი რომ ყოფილიყო გავლებული და ეს არის სამი ნაწილი, ეს არის ორი ნაწილი. მაშინ ხო გამოვიდოდა რომ მთელი სამკუთხედის აი ეს თუ ორი ნაწილი, ეს სამი ნაწილი 2/5 ერგებოდა აი ამ ფართობს და 3/5 აი ამ ფართობს, ხო? ეგ ძალიან ბუნებრივია. ანალოგიურად თქვენ შეძლებდით გაგერკვიათ აი მარტო ეს ხაზი რომ ყოფილიყო გავლებული, ეს ხო 1/3-თან შეფარდებით ყავს და აი ეს იქნებოდა 1/4, 1-ის, ნუ 1-ია მთელი ფართობიდან, მთელი ფართობის 1/4, ესე იგი 1 იქნებოდა და ეგ იქნებოდა 3/4, ხო? და ერთი ნაწილი ამას ერგო, სამი ნაწილი ამას 4-დან. და აი ამათ პროპორციულად გაიყოფოდა ეგ. და თუ თქვენ ახლა ამას რაღაცით აღნიშნავთ და დაიწყებდით ჩანაწერების გაკეთებას, ეს ინფორმაცია ფიზიკურად ვერ გეყოფოდათ, რომ ფონს გასულიყავით რა. და მიგიყვანათ საქმე ბოლომდე. აქ შეიძლება ძალიან მაგარი დახმარება გაგიწიოთ მენელაის თეორემა. ნუ ეს ნასწავლი გვაქვს ჩვენ, მაგრამ აი ეს კლასგარეშე თემაა და როგორც წესი სხვაგვარადაც უნდა იხსნებოდეს ამოცანა. მე ძალიან მიყვარს ეს თეორემა და პრინციპში სხვა რამეს ერთს ხედავ ხოლმე, პირველ რიგში ამას ვხედავ. ანუ რა არის, რა უნდა გავაკეთო? რადგანაც მე აი ესენი შიგნით იკვეთებიან, აი ასე მე დამჭირდებოდა თავად აი ეს გვერდები როგორ იყოფიან იმის ცოდნაც და ამის მერე უკვე მარტივად დავთვლიდი ამის ფართობს, ამის ფართობს, ამის ფართობს და ერთ თელს გამოვაგდებდი და მივიღებდი აუცილებლობის ფართობს. ახლა ჩვენ რომ ავდგეთ და მენელაი განვიხილოთ, აი ორნაირად ორ სიტუაციაში შეგვიძლია ახლა აქ ჩვენ მენელაი განვიხილოთ. ერთი, წარმოიდგინეთ ოქროები, აი ესეთი წვრილი სამკუთხედი რომ გვაქვს, მენელაისაც არ გახსოვთ, ნახეთ მეგობრებო, წინა თავებში, მეშვიდე თავში გვაქვს გონი ეს განხილული თუ მეექვსეში, ამოცანების დახასიათებაში, ვიდეოს დახასიათებაში გვიწერია და გაიმეორეთ რა. ვისაც ჩვენი თეორია, კონსპექტი ჩახედოს და ნუ აუცილებლად შეიხსენოს წარმოდგენა შეიქმნას. და ასე არის დაახლოებით გავლებული B, K, B1. აი ვიცით რომ ეს არის სამი ნაწილი, ეს არის აქ ორი ნაწილი და ეს არის სამი ნაწილი, ეს არის ერთი ნაწილი. ახლა მოდი გავხსენოთ მენელაის თეორემა, აი ამ სამკუთხედშია, ხო? როგორ იწერება? და ჯერ აში მდგომარეობს მენელაის თეორემა, თუ სამკუთხედის ორი გვერდი, ნუ ამ შემთხვევაში AC და A1 გადაკვეთილია რაიმე წრფით და ეს წრფით გაგრძელებასაც, მესამე გვერდის გაგრძელებას გვეთს, ხო?
თავისთავად სრულდება ახლა აქ მენელაის თეორემა. გაგრძელებული ბოლოს მოპირდაპირ ეწვეროდან წამოყვებოდით და გვერდების ნაწილების შეფარდებას დაწერდით. ანუ C-დან მოყვებით, ну, აი სადაცაა გაგზავნებული იმის მოპირდაპირ მხარეს. ანუ ასე წავიდოდა საათის ის არის, ხო? დათვლით. ესე იგი, აქ იქნებოდა S3x შეფარდებული x-თან, ანუ გვერდის ნაწილების შეფარდებით და გამრავლდეს ერთმანეთზე. გამრავლებული AK შეფარდებული K1-თან და გამრავლებული გარე ნაწილი მთელთან, ანუ 3y 5y-თან. ტიპი თვალი გადავავლე ხო არ მეშლება თვითონ სწორად ხომ აქვს დაწერილი რიცხვები. ანუ აქ ესე იგი მივიღეთ ასეთი რაღაცა x-ები კვეცება, y-ები კვეცება, აქ არის 9 მეხუთედი და აქეთ რომ გადმოვიდოდა AK შეფარდებული K1-თან გამოდის 5/9. ესე იგი, ნახეთ ახლა რა გვცოდნია ჩვენ AK. აი ეს არის 5 ნაწილი და ეს არის 9 ნაწილი. ნუ რაში გვადგება ახლა ოქროები ეგ ჩვენ? ნახეთ, აი ეგ თემა როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ. გამოდის მეგობრებო რომ ჩვენ რომ ვივხედოთ ახლა BA A1 სამკუთხედს. დაგეხეთ, აგერ ქონდა მაგ სამკუთხედი ჩვენ A, B, C და B1. აქედან ხო გამოვიდა რომ A, BS-ი A, B, B1-ის იყო 1/4, ხო? აგერ 1/4. და შესაბამისად ახლა მასში ნახეთ ოქროები რომ არის გადაკვეთილი და ბოდიში მასში არა შემეშალა ოქროები B1 კი არ უნდა მეთქვა, უნდა მეთქვა B, ეს არის B, ხო? A1. სად დავწეროს? აქ უნდა ველაპარაკა 3/5-ია ეგ, ხო? ესე იგი S-ი A, B, A1-ის არის 3/5-ის ტოლი და აი მასში არის გავლებული, ხო? ეს გვერდი 5-9-სთან შეფარდებით რომ ყოფს რა. ანუ რო განვიხილოთ ეს საკუთხედი A, B, A1 აქეთ. ეს იყო 9 ნაწილი A და გადმოვიტანე უბრალოდ მარცხენა მხარე. აი ეს სამკუთხედი გადმოვიტანე ცალკე რა. და შესაბამისად ეს თუ 5 და 9 არის, აი ზედა ნაწილი რა იქნებოდა 5/9 რისი მთლიანად A, B, A1-ის, ანუ S-ი A, B, K-ი უდრის 5/9, S-ი A, გამიდოდა S-ი A, B, A1-ის. ანუ ესა 5/9, AB1 იყოს 3/5. 1/3 გამოვიდა. და შეხედეთ ახლა მეგობრებო, კარგად დააკვირდით, ეს თუ 1/3-ია, მოდი სხვა ფერს ჩავაწერ ახლა აქ. მოდი აგერ ავირჩიოთ მწვანე ფერი. ეს თუ 1/3, აი ამის ფართობი აქ. მე რომ გამაგებინა ახლა AK კაცეს და პრინციპში არ მინდა იყოს ეს 1/3-ია. ანალოგიურად რა გამოდის S-ი BK A1-ის. მოდი აგერ სად დავწეროთ?
აქვე მივაწეროთ S-ი და B K A1-ის გამოდის ცოტა ჩაჭუჭულია გეტავზერ, კაი, S-ი B K A1-ის აი ქვედა ნაწილის გამოდის მე გავაკეთე ახლა აუ რა გავაკეთე აქაური 5 მე-9 კი არა 5 მე-14 უნდა დამეწერა მოდი შვიხთი ანუ 5 ნაწილი 9 ნაწილი ჯამში 14 ნაწილია და 5 მე-14 გამოდიოდა ამ B A1-ის 5 მე-14 დაკროები მოდი შვიხთი აი ასე და შესაბამისად მათი ნავრავლი იქნებოდა 3 მე-14. მოდი გადავასწრე. რაც ესეც ეგრეთი რაც თქვა, გადავასწროთ. და გამოდის 3 მე-14. 3 მე-14 და ქვემოთ არა გამოდიოდა B A1 ეს იყო 9 მე-14 3 მე-5-ის, ხო? ეს 3 მე-5-ის ეს იყო 27 70. ახლა დააკვირდით. აი აქ ხო ქონდა ჩვენ გამოსახული და B1C და იყო 3/4 და დააკვირდით ახლა ეს დაშტრიხული არ გამოდის სამკუთხედი B1C-ს B1C-ს მთლიანად გამოკლებული S-ი აი რაც ახლა 27 გამოთვალეთ ჩვენ 70 BK1 BK1 უნდა მოვაკლოთ ხო? ამ B1C-ს გამოვაკლოთ ეს სამკუთხედი BK1 გამოდის ეს 27/70 უნდა გამოკლებოდა 3/14-ს არ მეშლება რაღაცა კიდევ მეშლება აქ 3/14-ს კი არა რატო უშვებამდე შესთხოვას ოდიში 3/4-ს უნდა გამოკლებოდა ბეცა ხო B1C ხო 3/4 B1C არის 3/4 კი ასე უნდა გამოკლებოდა და ეს რა გამოდის ეს გამოდის და საერთო მნიშვნელი იქნებოდა 140 140 გაყოფილი 4-ზე გავს 35 35 ჯერ 3 105 და გამოკლებული 54 ანუ ეს გამოვიდა 51 140 ნუ საკმაოდ ისეთი ის გამოვიდა ხო დიდი რიცხვი და მძიმე დასათვლელი აი ლოგიკას კიდევ ერთხელ მოვყვები ახლა ცოტა გავწელე საუბარი რამდენჯერმე ყურადღების გამო აქ ხარვეზი მოგვივიდა მაგრამ იმედია გაიგეთ აქ 14 წერია მოდი წავშლი წესი რაც დავწერ ანუ ფაქტობრივად თალესის თეორემით გავიგეთ ჩვენ ერთ-ერთი შიგა ხაზი როგორ იკვეთებოდა მერე გავიგეთ შიგა სამკუთხედების პროპორცია ამ შემთხვევაში რა ნაწილი იყო აი ეს სამკუთხედი აი ამ სამკუთხედის ფართობი და ამ სამკუთხედის ფართობი BA1 სამკუთხედის ფართობის ეს გავარკვიეთ და გამოვსახეთ და შემდეგ B1C სამკუთხედის ფართობს გამოვაკელით BK1 სამკუთხედის ფართობი. კიდევ ერთხელ ეს ახეთ შეამოწმეთ, გადაავლეთ თვალი და ეგ არის ახლა ფაქტობრივად კლასგარეშეთ მენელაის საშუალებით გაკეთებული. ახლა თქვენი თქვით როგორ შეიძლება სხვანაირად გავკეთებია მენელაი რომ გაკეთებია ზუსტად იგივე პრინციპი გამოიყენებდით, ოღონდ ასე პარალელურ ხაზს გაავლებდით და გაიგებდით რა შეფარდებით იყოფოდა
აკ და კ ბ. ოღონდ პარალელურ ხაზს ასე გააკეთებდით, დავუშვებდით, აი აი ასე გავავლევდით და ამ სამკუთხედის და ამ სამკუთხედის გავსებით გააკეთებდით და მეორე სამკუთხედი აი ამ სამკუთხედის და ამ დიდი სამკუთხედის გავსებით. ანუ არ იქნებოდა ეგ ახლა, მაგრამ ეგ გავსები არ არიან. ხო, კი, აი ამ სამკუთხედის და აქ რაც იქნებოდა და სპარალელურ რომ გავავლეთ და დიდი სამკუთხედის. ნუ, საკმაოდ მძიმე იქნებოდა, შრომატევადი იქნებოდა, ამიტომ თუ ვაპირებთ ჩვენ, აი შიგა გვერდი როგორც იკვეთება, მისი პროპორციის საშუალებით გავიგოთ ჯერ ის ნაწილების ზომები და მერე გადავიდეთ უკვე ფართობებზე, მაშინ ნუ მენელაი ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი დამხმარია. ახლა აქ არის კიდევ ერთი გზა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ამ პრობლემის გადაწყვეტაში და თქვენ თვითონ განსაზღვრეთ მე, რომელი უფრო მარტივია და მოსახერხებელია. წავშალოთ ახლა ეს ჩვენ მოდი მთლიანად ნახაზი არ გვინდა და ასე ვქნათ ახლა. ესე ერთი წუთი ახლა წავშლი და ნუ თქვენთან ერთად აგერ დავტესტავ მეორე მეთოდს. ნუ რა შეიძლება ახლა აქ იყოს? ერთი ორიენტირებული ვართ მაქსიმალურად ინფორმაცია რაც არის მოცემული გამოვიყენოთ, ხო? და როგორ გამოვიყენოთ ახლა ეს? ანუ მოცემული გვაქვს რომ ეს არის 3 ორთან შეფარდება, აქ არის 3 ერთთან შეფარდება და გვინდა აი ამ ოთხკუთხედის ფართობის გარკვევა, ხო? აი აქ რაც არის. ნუ შეიძლება ეგ ცოტა შედარებით ისეთი ფერით გავამუქოთ, რომ მოდი ასე გავამუქებ ახლა მე. მოდი უცებ ცოტა ასე გავყვები, რომ თეთრი ფერი უფრო გამოკვეთილი იყოს და კარგად ჩანდეს. თან ეს გამუქებული ნაწილიც სხვა ნაწილთან შედარებით გამოყოფილი იქნება. ახლა მეათი წამიც და დასრულდება. მოიჩა. კარგად არის ახლა გამოყოფილი იქ. როგორ უნდა თან გავყვეთ, ვიპოვოთ ამის ნაწილები, უცნაური უცნაური ფიგურის შესახებ ინფორმაციის შეგროვების რა სტრატეგია გვაქვს? ერთი არის უფრო ნაცნობი ფიგურის ნაწილად წარმოვიდგინოთ და ნაცნობ ფიგურას კიდე სხვა ნაცნობ ფიგურა გამოვაკლოთ და ისე ვიპოვოთ, ან და თვითონ ეს დავყოთ. და კიდევ არ დაგვაცხდეს, რომ მსგავსება ყოველთვის სლავი არაღად რჩება ჩვენ ხელში, მაგრამ აქ არაფერი მსგავსების დაგვარი არ იყო, ხო? მაგრამ მსგავსების მისაღებად რა გვჭირდება ხოლმე? პარალელური ხაზის გავლება. და თუ არ არის მსგავსება, შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევთხსათ, შევუქმნათ. მოდი ახლა რა გავაკეთოთ? ან აი ამის პარალელური გავავლოთ, ან და ამის პარალელური ნუ მოდი B1-ის პარალელური გავავლოთ, თან ის მეგობრებო გადაკვეთდა ამ ჩვენთვის საინტერესო ფიგურას, ხო? მოდი თეთრი ფერით გავაკეთებ ახლა მაგას. და აწერტილიდან ასე რომ გაგვევლო პარალელური. დაახლოებით აქ იქნებოდა. მოდი დავაწეროთ ამას. რაიმე, ასო, მოდი M-ი დავაწეროთ აქ. ახლა დავაკვირდეთ. აი, ეს არის 3x, ხო, მოდი ლამაზად გავაკეთოთ. კარგად გამოჩნდეს. ასე ვქნათ ახლა ჩვენ. ამას დავაწეროთ M-ი, აი ეს 3x-ია, კი ბატონო. და მოდი აქაც
და მაღლიდან გავაკეთებ. ეს x-ია. შეხედეთ ახლა რა ხდება. რადგანაც ამ სამკუთხედს რომ შევხედოთ, ამ სამკუთხედს რომ შევხედოთ, 2 3-თან შეფარდებით იყოფოდა, ნუ ესეც იქნებოდა 2 ნაწილი და 3 ნაწილი, ხო? მაგრამ რადგანაც აქ უკვე x-ი შემოტანილი გვაქვს, ხო? ანუ ფაქტობრივად 3x-ი უნდა დაგვეყო 3-ის და 2-ის ტოლ პროპორციულ ნაჭრებად. მოდი, რა გავაკეთოთ ახლა? დავწეროთ ესე იგი, სამკუთხედი A1CM მსგავსია, აი ეს A1CM მსგავსია სამკუთხედი BC1-ის და შესაბამისად მსგავსების კოეფიციენტი რა იქნებოდა? იქნებოდა 2 5-თან, ხო? 2 მეხუთედი იქნებოდა. და x-ით რო გამოვსახოთ, ახლა m-ს და m-1-ის შემთხვევაში რა იქნებოდა? ესე იგი 3x უნდა დაგვეჭრა, ანუ ეგ იქნებოდა 3x-ის 2 მეხუთედი, შესაბამისად ეს იქნებოდა 3x-ის 3 მეხუთედი, ხო? აბა დავგვიდით საიდან დავწერ ახლა, აი აქ მინდა დავწერო 6 მეხუთედი x და რატო წერ კარგად დავგვიდით რა. იმიტომ რომ ეს ხო ანალოგიურად აი აქ როგორცა 2 ნაწილი და 3 ნაწილი, ეს დაიჭრებოდა 2 ნაწილი, 3 ნაწილი, მაგრამ ეს და ეს, აი ეს და ეს რისი 2 და 3 ნაწილია 3x-ის, ხო? ანუ 3x-ის 2 მეხუთედი ნაწილი იქნებოდა და 3x-ის 3 მეხუთედი ნაწილი. ნუ ეგ გამოდის 6 მეხუთედი x და აქ რომ გვექნებოდა ჩვენ 3x-ის 3 მეხუთედი ნაწილი, ანუ გამოდის 9. მოდი ცოტა აქეთ დავწეროთ, 9 მეხუთედი x. რა სიტყვით? მოდი ახლა გასაგებია ახლა ეგ და ძალიან გადატვირთული გამოდის ნახაზი, ამიტომ პირდაპირ დავწეროთ. ზემოთ 9 მეხუთედი x, 9 მეხუთედი x და აქ 6 მეხუთედი x. კარგი. ახლა დააკვირდით, მეგობრებო. ესეთი პატარა სტრატეგია. ჩვენ თელის ფართობი ვიცით, ხო? ესი ABC-ი არის 1. თავისუფლად შეგვიძლია ახლა ჩვენ გავარკვიოთ აი ამის ფართობი. ამის ფართობს როგორ გავარკვევთ? ნახეთ. ჩვენ ხო ვიცით აი B1 1/3 მოდი აგერ დავხატავ ცალკე ასე B-A-C-ს და აი ამან ხო გაყო 1/3-თან შეფარდებით. ანუ ამის ფართობი არის 1/4, ამის ფართობი არის 3/4. ახლა მოდით აი ეს ფიგურა ცალკე გადმოვიტანოთ აქეთ. აი ეს ფიგურა ცალკე გადმოვიტანოთ აქეთ B1-C და აი ასე მაქვს აქ ისი პარალელური გავლებული, ხო? ამის პარალელური გავლებული A1M და აი ამის ფართობი რა იქნებოდა ოქროები? ხო არის მსგავსი აი ამ სამკუთხედის და მსგავსების კოეფიციენტი რა არის? არის 2 მეხუთედი, ხო? 2 ნაწილი, 3 ნაწილი, ანუ 2 5-თან. მაშინ ფართობი, აი ამის ფართობი რომ შეაფარდო ამ B1-C-ს ფართობს, ხო იქნებოდა 4/25. ანუ ესი A1-M-C-ს ეს არის 4/25, რისი ოღონდ 3/4-ის, არა? აი ამ 3/4-ის, ხო? ნუ რაც იყო B1-C-ს ფართობი. აბა დაფიქრდით, ნახეთ. ანუ ეს 3/25. 3/25 იყო ამის ფართობი. მოდი, სხვა ფერით ვარ ჩავწეროთ. ამაზე კარგად რა გამოჩნდება.
აა წითელი გამოჩნდება 3 აი რა უშავს 25 იყო წითლით ვაქვს ახლა ფართობი აღნიშნული კარგი ახლა დავაკვირდით ოქროები მაშინ რა გამოვიდოდა მთლიანად შეხედეთ A1 AC-ს ფართობი, აი კიდევ ცალკე რომ დავხატოთ, ეს სამკუთხედი ახლა, ეს დიდი სამკუთხედი, BAC და აი ასე გავავლოთ, ეს ხო არის 3 შეფარდება და ანუ ამის ფართობი არ გამოდის 2/5. კი, გამოდის და მოდი გადმოიტანეთ ახლა აქეთ ცალკე აი ასე ასე და ეს გვაქვს ასე მოჭრილი ხო? ასე მოჭრილი A1 საერთი რომ იყო დავაწეროთ C და ეგ ვიცით 3/25-ია. მაშინ აი ამის ფართობი S A1 M-ის ფართობი არ იქნებოდა 2/5-ს. ხო? გამოკლებული 3/25. კი, იქნებოდა ნუ ეგ გამოდის, გაერთმშვენიანდება 7/25 გამოდის, არა? დააკვირდით 25 ხუთი 5 ხო 7/25. ახლა რა შემჭირდება ეს ყველაფერი? რა შემჭირდება მეგობრებო და აქ უკვე მე პარალელური ხაზი მაქვს გავლებული. ანუ ფაქტობრივად რომ გადმოვიტანო ახლა მე A1 AM სამკუთხედი. მოდი აგერ რომ გადმოვიტანოთ ასე 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 და ასე. დააკვირდით A1 და აქ გვაქვს M. აქ გვაქვს K და B1. შეხედეთ ოქროები ეს X-ია აქ. ეს 9/5 X-ია. და მთელი ფიგურის ფართობი ვიცი. მაშინ ამ ნაწილის ფართობს ვერ გავიგებდით? მსგავსებით. ცხადი ხო არის რომ სამკუთხედი ეგ არის ხო? B1 მსგავსია სამკუთხედი A1 AM-ის და მსგავსების კოეფიციენტი რა გამოდის? X-ი შეფარდებული X + 9/5-თან. ასე არ გამოდის? ხო? ეს ხო იქნებოდა 5/14. გამოდიოდა მსგავსების კოეფიციენტი. და მაშინ ფართობების შეფარდება რა იქნებოდა? S-ი K B1 ისე შეფარდება S-ი A1 M-ს როგორც 25 196-ს, ხო? 5/14-ის კვადრატი იქნებოდა. კი ბატონო. მაშინ რა გამოდის S-ი K B1 არ გამოდის 25 196 გამრავლებული S-ი A1 AM-ზე, აი ამის ფართობზე იგივე. ანუ 7/25-ზე კი გამოდის 25 და 25 შეიკვეცებოდა 196 ხო 14-ჯერ 14-ია და ეს იქნებოდა 7-ზე შეიკვეცებოდა 1/28 გამოდიოდა ხო? ანუ S-ი B1-ის გამოვიდა 1/28. ახლა დავუკვირდით. S-ი K B1 M-ის S-ი A1 K B1 M-ის A1 K B1 M-ის რა გამოდის?
მთელი A1 AM სამკუთხედის, აი ამის რაც აქ აქვს, აი აქ რაც აქვს, ამ სამკუთხედის ფართობს ანუ 7.25-ს გამოვაკლებდით 1.28-ს, ხო? ან ძიმე რიცხვები გამოგვივიდა რა. იმედი აქ ახლა მნიშვნელოვანი შესწორება არ დაგვიშვია ანგარიში. AM-ის, A1 AM-ი არის 7.25, ამის გამოდიოდა რა ნაწილი 5/14, ხო, რომ დაიკრიბებოდა ეს 14/5-ია, მთლელი გვერდი, ანუ x-ი შეფარდებული 14, ანუ 5/14. კი, მსგავსების კოეფიციენტი არის 5/14, ფართობები შეეფარდებოდა ერთმანეთს როგორც 25, 196-ს და შესაბამისად ამ რიცხვის ეს ნაწილი იქნებოდა. ნუ გამოვიდა 1.28. კი ბატონო, 1.28-ია. და რა შეგიძლიათ გააკეთოთ ახლა უბრალოდ 7.25-ს კი აღარ გამოვაკლებ. ანუ მე მინდოდა ახლა აი ამის ნაწილი ცალკე დამეთვალა და არ გვინდა. აი პირდაპირ ეს გაფერადებული და აშტრიხული რომ ვიპოვოთ, ნახეთ. ეს დააშტრიხული რომ ვიპოვოთ, გაფერადებული რაც გვაქვს, ავდგეთ და მთლიანად A1 AC სამკუთხედის ფართობს, S-ი A1 AC-ს გამოვაკლოთ, ეს S-ი A1 AC-ს გამოვაკლოთ, S-ი AB1. ანუ S-ი A1 AC-ს სადა გვაქვს? A1 AC, სად გვაქვს? აგერ გვაქვს დათვლილი, ხო? ეს არის 2/5, 2/5-ს გამოვაკლოთ 1/28. ნუ ეგ რა იქნებოდა? 140 არის ნიშნელი და 2/28-ს, ანუ 56-ს გამოკლებული ჯერ 1. გამოვიდა 51/140. არ ვიცი, აი თქვენ თვითონ გასაზრდით, ახლა მე გვაქვს ეს ორი მეთოდი რა. რომელი უფრო ბუნებრივია თქვენთვის, რომელი უფრო მარტივია. ნუ სამწუხაროდ ამ ეტაპზე მეტი მარტივი მიდგომა ვერ დავინახე. თუმცა, ნუ მენელაის თეორემა ყოველთვის შველის ამას და პრინციპში ასეთი მიდგომაც თითქმის სულ უშველის რა. ოღონდ დააკვირდით, აქ არის ცოტა განსხვავებები ასეთი ამოცანის ტიპებს შორის. ერთი, როცა თქვენ გარე ნაწილების ფარდობები იცით და როცა პირდაპირ იცით აი ეს მონაკვეთები როგორ შეეფარდება ერთმანეთს. ნახეთ ახლა აქ უნდა იყოს რაღაც მსგავსი ამოცანები. აი თუნდაც 63. მოდი დავაკვირდეთ. მოდი 63-ს თვითონ ადგილზე აი აქვე გავაკეთებ და ნახეთ ახლა შედარებით რა მარტივია. ანუ რახაზე რასაც ხედავთ ეს ამოცებული გთხოვენ MOKB ფიგურის ფართობს რაც არის გაფერადებული. და თუ დააკვირდებით თქვენ ხედავთ აქ ფართობები რა არის, ხო? აქ 5-ია სამკუთხედის ფართობი, ამისი 7, ამისი 2. თქვენ რა იცით ახლა? აქ უნდა შევაბრუნოთ უბრალოდ თეორემა. გვერდი რა შეფარდებით, აი ეს ფიგურა რო განვიხილოთ ახლა AMC სამკუთხედი. რა შეფარდებითაც იყოფა გვერდი ფართობით იგივე შეფარდებით ხო იყოფა, ანუ ეგ სამკუთხედის ფართობი და აი ქვემოთ რო არის ამ სამკუთხედის ფართობი. მაგრამ აქ პირიქით იცი ახლა შენ იცი სამკუთხედის ფართობები და მაშინ გვერდებიც იგივე არ იქნებოდა, ну, ეგ იქნებოდა 5 ნაწილი, რაღაცა 5x-ი 7x-თან. და ანალოგიურად, ახლა მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, აი ამ AK გვერდს რომ შევხედოთ, ეს იქნებოდა, მოდი აქ ცოტა წითლად ჩავაწეროთ. პირიქით 7 თქვათ y-ი 2y-თან. მოდი მოსახერხებელი რომ იყოს უფრო გავყოთ ჩვენი ფიგურა ორ სამკუთხედად. ახლა სამკუთხედად გაყოფა
რას გვაძლევს და თან აღნიშნოთ ფართობები შიგნით. აი ამას დავაწეროთ A ფართობი, ამის B ფართობი. დააკვირდით ახლა ოქროები სამკუთხედ A, B, K-ში რა მოხდებოდა, აი რომ წარმოედგინოთ, აი ეს სამკუთხედი რომ წარმოედგინოთ ახლა აი ასე სამკუთხედი. ფაქტობრივად ამ სამკუთხედში თქვენ გამოგდით ბეწვეროდან გავლებული B-ო მონაკვეთი, რომელიც ფართობს აი ამაში AC ABO როგორ შეეფარდება SOB-კას? ეკას. როგორც 7-2-ს, არა? აი ეს არის 7 შესაბამისი ეს 2-ის. რა პროპორციითაც გაყოფთა წეროდან დაშვებული მონაკვეთი, მოპირდაპირე გვერდს იგივე შეფარდებით ხო იყოფა ფართობი, ანუ 7-2-თან. მაგრამ რა არის ესი ABO? ესი ABO ხო არის 5-ს დამატებული A, ხო? ანუ 5-ს დამატებული A ისე შეეფარდება B-ს, როგორც 7-2-ს. ახლა სამკუთხედი დააკვირდით ასე რომ შეხედოთ, აი ასე რომ შეხედოთ ახლა ამას. ანუ MBC-ში. MBC-ში რამები დადრიალდება? ესი MBO ისე შეეფარდება ესი OBC-ს, OBC-ს, როგორც ჯერ რიცხვები დავწეროთ 5-7-ს, ხო? როგორც 5-7-ს, ანუ გვექნება აქეთ ნაწილია ეს, ისე შეეფარდება B+2-ს, როგორც 5-7-ს. და გააქვთ სისტემა ოქროები, ახლა, აი ეს სისტემა. მოდი ამოვხსნათ, ახლა ეს იქნება ორჯერ 5 პლუს A, ასე ორჯერ 5 პლუს A უდრის 7B-ს, 7B-ს და შესაბამისად ქვემოთ იქნება 7A უდრის 5ჯერ B+2-ს, აქ არ შემეშალოს ახლა რაღაც ეს გამოთვლებში ყურადღებით ვიყოთ, გავსაზღვროთ და ჩავსვათ, კაი, გავხსნათ ფრჩხილი, აქ იქნება 10 პლუს 2A უდრის 7B-ს, ქვემოთ 7A უდრის 5B-ს პლუს 10, ასე. აქ სხვადასხვაგვარად შეგიძლიათ ახლა გააკეთოთ, შეგიძლიათ გადაალაგოთ, აი მაგალითად ზემოდან გამოდის, რომ -2A, აქეთ რომ გადმოვიდოთ და +7B არის 10-ის ტოლი, ქვემოდან აქ 7A მინუსით გადავიდოთ და აქ არა, უბრალოდ 5B გადმოვიტანოთ, აქეთ ხო? გვექნებოდა 7A-ს -5B უდრის 10-ს. ну შეგვიძლია გავამრავლოთ ალგებრული ჯამით გავაკეთოთ რა ჯამის წესით, მაგრამ მოდი გავუტოლოთ პირდაპირ, ესე იგი -2A-ს პლუს 7B უდრის 7A-ს -5B, აქ იქნებოდა -9A უდრის -12B-ს და შესაბამისად რა გამოდიოდა? შეიკვეცებოდა მინუსზე, შეიკვეცებოდა 3-ზე და 4/13B. და ჩავსვათ ახლა ერთ-ერთში, აი მოდი აქ ჩავსვათ. გვექნება 7-ჯერ 4/13B-ს -5B უდრის 10-ს. ეს არის 3-ზე გავამრავლოთ, 28B-ს -15B უდრის 30-ს და გამოგვივიდა რა? 13B უდრის 30-ს და B გამოდის 30-13. ხო? ესე არის? და შესაბამისად ამას რო ჩასვამდი ზემოთ, აი იქნებოდა 30-13-ზე რომ გავავლენთ, 40-13. ჩვენ რა გვინდოდა? ჩვენ გვინდოდა A პლუს B. ანუ ეს დაშტრიხული იქნებოდა 30-13-ს პლუს
40 მე-13. ნუ შედარება არა ახლა ეს ისე მარტივია წინა ამოცანასთან, ხო? ყოველ შემთხვევაში იმ ამოხსნებით, რაც ჩვენ დავადეკლარირეთ, დავწერეთ. კარგი. გავაგზავნოთ. მოდი, ამოხსნა. გავაკეთოთ 164 ნომერი. აქაც ხო არ არის ნახაზი მოცემული. ეჭვი მაქვს, რომ ესეც ასე ამოსახსნელი იქნება, ხო? ესე იგი მოცემულია ამასაც A და B რომ დავაწეროთ, პრინციპში იგივეა, უბრალოდ დამარცვლილია, ხო? აი კი, ზუსტად იგივე ამოცანა. კაი, მოდი, გავაკეთოთ მაშინ. აქვე ჩავაწეროთ 164, აი A და B რომ ჩავაწეროთ ფართობი, იპოვეთ ALC სამკუთხედის ფართობია და ნუ 100 თხოვენ ცალკე. და ნახეთ ოქროები, აი სამკუთხედი ALB-ში 100 პლუს 3 რომ შეაფარდოთ B-სთან. აი ამ სამკუთხედის ფართობი, აი ამ სამკუთხედის ფართობთან, აქ. არ გამოგივათ 3, აი ეგ როგორც იყოფა, აი 3 ერთთან შეფარდება. იმიტომ ფართობი როგორც იყოფა ქვემოთ გვერდებიც იგივე პროპორციით ხომ გაიყოფოდა. ამიტომ ამათი შეფარდება, კარგად დააკვირდით, აი ქვედა სამკუთხედი და 3 ერთთან შეფარდება, ხო არის? სამკუთხედი, ამიტომ მათი აი ეს KB გვერდით 3 ნაწილი და 1 ნაწილი იქნებოდა. და ეს KB გვერდის 3 ნაწილი და 1 ნაწილი ზედა სამკუთხედისთვისაც იგივეა, ხო? KLB სამკუთხედისთვის. ამიტომ A + 3 შეფარდებული B-სთან იქნებოდა 3 1-თან. ანალოგიურად ახლა ოქროები, აი აქ ეს იქნებოდა უკვე A + B უბრალოდ აი ეგ A და მერე აი ეს B + 1 ისე შეეფარდება A B + 1 როგორც 3 3-ს. ხო, იმიტომ რომ აქაც 3 მედიანა გამოდის ფაქტობრივად იქ ტოლდიდის ამ სამკუთხედში კაცე მედიანაა, მაგრამ ნუ C ხო AM შუა წერტილი ALM სამკუთხედშიც იქნებოდა რა იცვლებოდა. ეგეთი თემა. ნუ აქედან გამოდის A + 3 უდრის 3 B-ს, ქვემოდან გამოდის ეს იკვეცება და A უდრის B + 1-ს, ჩასვამდით ახლა B + 1-ს 100 მაგივრად, აქ იქნებოდა B + 1 + 3 უდრის 3 B-ს, 2B გამოდიოდა 4 და B გამოდიოდა 2, შესაბამისად A გამოდიოდა 3. ნუ ჩვენ გთხოვდნენ 100 ფართობს და შესაბამისად იქნებოდა 3. კარგი, მოდი ვნახოთ ქვემოთაც იგივეა. აჰა, აქაც იგივე მომენტია, მაგრამ ახლა რა ვიცით ჩვენ, გარე ნაწილები როგორ შეეფარდება ერთმანეთს, ხო? ნახეთ. E წერტილი არის C მედიანა, ანუ S შუაზე იყოფა. ასე, მოდი ამას X და X დავარქვათ. და D წერტილი 1-2-თან შეფარდებით ყოფს BD მონაკვეთი, ანუ ესა Y, ესა 2Y. აი, როგორ გავაკეთოთ ახლა ეს სამოცანა? მე როგორც გითხარით, უფრო მენელაი მირჩევნია რა. AEF სამკუთხედი გვაინტერესებს ჩვენ. AEF. მოდი გავაფერადოთ ეს სამკუთხედი. AEF. Yes. აქ. ასე. და მოდი გავიგოთ ახლა რა შეფარდებით იყოფა გვერდები. ანუ S-ი კითხვა არის. მოდი ამას ქნათი ფერი შევცვალოთ. S-ი AEF-ი როგორ შეფარდება S-ი ABC-ს. ასეთი ამბავია. კაი, ამას გვეკითხებიან. დავწეროთ ახლა მენელაის თეორემა. მოდი აქ განვიხილავ, აქ ცალკე სამკუთხედებს გამოვიტან. რომელი დავწეროთ?
პრინციპში ჩვენ რა გვეყოფა აქ? აჰა, ჩვენ გვეყოფა C-ს გარკვევაც, ხო? C რა შეფარდებით იყოფა? ერთი მენელაი გვეყოფა რა. ოღონდ მენელაი განვიხილოთ ახლა, ნახეთ, აი ასე C, E, B სამკუთხედში. მოდი აგერ ასე გავაფერადებ, ახლა ამ სამკუთხედში განვიხილოთ. ნახეთ როგორ ვიხილავთ? რატოა მენელაის თეორემა? CB გვერდი, C გვერდი გადაკვეთილია AD-ით და მესამე გვერდის გაგრძელება. მოდი გავიტანოთ ცალკე ამას, რომ დაინახოთ. მოდი აქეთ დავხატავ. ანუ ასე, ასე და ასეა, ხო ეს? აი ეს არის E გვერდი, ეს არის B გვერდი, ეს არის C გვერდი და ასეა, ხო? ეს არის F, აგერ არის D და აგერ არის A. ნუ ეს X-ია, ეს X-ია, ეს Y-ია, ეს 2Y-ია. ნახეთ ახლა უქროები ჩვენ ვართ აი ამ სამკუთხედში. ამ სამკუთხედში ვიხილავთ მენელაის თეორემას, ხო? და შესაბამისად, Y-ი, რო წამოყვეთ ახლა, როგორ წერთ მენელაის თეორემას? ანუ მენელაის თეორემაში სამკუთხედის ორ გვერდს კვეთს წრფედა მესამე გვერდის გაგრძელებას. ამ შემთხვევაში მესამე გვერდი EB არის მესამე გვერდის როში და მისი გაგრძელება გადაკვეთილია აწერტილში, ხო? და ამ გაგრძელების მოპირდაპირ მხრიდან B-დან იწყებთ მენელაის თეორემაში გამოყენებული შეფარდებების დაწერას. ანუ Y-ი ისე შეფარდებული 2Y-თან გამრავლებული CF-ი FS-თან CF-ი FS-თან და გამრავლებული გარე ნაწილი მთელთან, ანუ X-ი 2X-თან. ეგ არის ერთი სტორი. Y-ები იკვეცება, X-ები იკვეცება CF-ი FS-თან. გამოდის აქ ხო 1 2 1 2 1 4-დია და გადავა იქ და იქნებოდა 4 ერთთან შეფარდება. ანუ CF-ი გამოვიდა ერთი ნაწილი, F-ე 4 ნაწილი, F-ე ერთი ნაწილი, ანუ 4 ერთთან. ახლა ნახეთ ოქროები, ანუ გამოდის რომ სამკუთხედ AC-ში აი როგორ გაიყო გვერდი გაიყო CF-ი FS-თან 4 ერთთან. ანუ დავწერთ დავსვა აქ და AC F S იქნება რა? 1/4-თან, რა 1/5 იქნება, ხო უკვე 1/5 მთელი ამ C S S C S 1/5 იქნება. და ახლა შეხედეთ, ამის 1/5 თუ არის თვითონ AC რა იყო? რადგანაც ACE მედიანით მიღებული სამკუთხედია, ეგ არ არის ნახევარი მთელი სამკუთხედის ABC-ს. კი ბატონო. ანუ გამოდის, რომ ეს იქნებოდა 1/5, 1/2 ABC-ს. ანუ 1/10. ესე იგი, S-ი AF-ი რა გამოვიდა? ეს გამოვიდა 1/10 S-ი ABC-ს. შეფარდებული S-ი ABC-სთან, შესაბამისად, ეგ იქნებოდა S-ები იკვეცება 1/10. აი ესეთი ამბავია. ნუ პასუხი არის 1/10. პრინციპში ახლა ჩვენ ეს ციკლი ამოცანების რაც გავარჩიეთ ამ ვიდეოში, გამოგვივიდა მთელი ყურადღება გამახვილებული რა სამკუთხედის შიგნით გავლებული მონაკვეთებით რა ნაწილებად იყოფა, ხო? ნუ მთელი რამდენი 4-5 სამკუთხედი 4-5 ამოცანა იყო მაგაზე. 160 ცოტა სხვა ყაიდის იყო და 162, 163, 164, 165, ხო, 4 ამოცანა. მოდი აქ შევწყვიტოთ ჩანაწერი და 166-დან გავაქცევთ.